მივესალმები მერს, მერის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს. კოლეგებო, წარმატებული დღე მინდა გისურვოთ. ყველას გვაქვს დარიგებული საკითხები და დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებული გვაქვს 4 საკითხის განხილვა. დღის წესრიგის გარშემო პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე უყაროთ კენჭი დღის წესრიგს მომხრე. მადლობთ კოლეგებო, ერთხმად მიღებულია. სანამ დავიწყებდეთ საკითხების განხილვას, კი ქონდა 2 დღის წინ ხდომა და გავაკეთეთ საკმაო განცხადებები, მაგრამ კიდე თუ გაქვთ სურვილი, გაქვთ გამოიყენეთ ტრიბუნას. დიახ, ბრძანეთ ბატონო რაულ. გამარჯობათ, მოგესალმებით პატივცემულო კოლეგებო, დამსწრე საზოგადოება. ბატონო არჩილ, გუშინ წუხელ საღამოთი მე 25 არხზე უყურე, ასე ვთქვათ, ჟურნალისტის, ასე ვთქვათ, ჩართვას ჯანდაცვის აჭარის ხელმძღვანელთან და ძალიან კარგია, რომ ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს. რისკის ჯგუფებში შედიან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. და ეს კარგია, რომ მოუწოდებს, რომ ყველა მიბრძანდნენ და გაიკეთონ ვაქცინაცია. მე მინდა ასეთი კითხვა დამებადა, რომ რისკის ჯგუფის გარდა არიან ადამიანები, ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები, ინჟინრები, რა ვიცი, სხვადასხვა ჯგუფის, სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები, ვინც რისკის ჯგუფს არ განეკუთვნება, არის ასეთი ფენა და მათ შორის აქ ჩვენც შევდივართ, ჟურნალისტებიც და ყველა წარმომადგენლები, ვინც პრაქტიკულად არ ეკუთვნის ამ ჯგუფს. ჩვენთვის მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომ ჩვენ ვიყიდოთ, შევისყიდოთ ეს ვაქცინა და გავიკეთოთ. ჩვენც გვჭირდება ვაქცინაცია და ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს, თქვათ, ჩვენს თანაქალაქელებს. ამიტომ მე მოვიკითხე, აფთიაქებში რაღაც პერიოდში იყო, შემდეგ სამმაგი გახდა ამ ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინის ფასი და შემდეგ გაქრა საერთოდ აღარ არსებობს. და სხვადასხვა მოვიკითხე ამ დილით სხვადასხვა აფთიაქებში, სანამ მოვიდოდი აქ, რომ იქნებ შემესყიდა, მაგრამ პრაქტიკულად ვერსად ვერ ვნახე. ამიტომ მე მთავრობასაც მინდა მოუწოდო, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს. ვირუსი არის ყველასთვის ერთი და ყველას ერთიანად ეკიდება და ამიტომ ყველას სჭირდება აცრა, ყველას ესაჭიროება ეს ვაქცინა. და ამიტომ თუ საჭიროება იქნება, მე არ ვამბობ, რომ უფასოდ იყოს, აი ფასიანი იყოს, იმ ჩვეულებრივად ვისაც შესაძლებლობა აქვს, ოღონდ ხელმისაწვდომი იყოს, რომ ადამიანებმა, მოქალაქეებმა შეიძინონ და გაიკეთონ. ეს საკითხი მინდოდა და მთავრობას ვთხოვ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისჯელოთ, რომ გამოჩნდეს აფთიაქებშიც ან ჯანდაცვის სხვადასხვა კლინიკებში და გადაიხდიან მოქალაქეები ფულს და ჩვეულებრივად გაიკეთებენ. დიდი მადლობა. მადლობა. დიახ, ბატონო დიმიტრი ბრძანეთ. მოგესალმებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ კოლეგებო. ორ საკითხს მინდა გამოვეხმაურო, ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია. ერთი ჩვენ მოვაწესრიგეთ, როგორც იქნა მოვახერხეთ შარშან უკვე ნორმალური მდგომარეობა იყო. ახალი სპორტ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქვს საუბარი და სატვირთო და ამ სპეციალური ტექნიკისგან განთავისუფლებაზე ვიძახი, მაგრამ დღეს ისევ ხედავთ, რომ ისევ დგას ის მანქანები და სასურველია, რომ მე სამსახურებმა უფრო მკაცრად მიუდგნენ. მესმის არის COVID პანდემია, მესმის არის პრობლემები რეალურად, მაგრამ არა მარტო სანქცია ჯარიმა, გაფრთხილებით შემოვიფარგლოთ, მაგრამ მკაცრი გაფრთხილებებით და მკაცრი მონიტორინგით მუნიციპალურმა პოლიციამ
მარტივად უნდა მოახერხოთ, მე ვფიქრობ, მოახერხებს, რომ ეს ადგილი გათავისუფლდეს და ანალოგიური პრობლემა იყო და არის დღესაც ეგრეთ წოდებული ტაქსოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაგრატიონის მხრიდან არის მოქალაქეების მომართვაც და იყო სატელევიზიო სიუჟეტი ადგილობრივი ტელევიზიით, რომელიც ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სიუჟეტიც ვნახე და ხალხი ჩიოდა და მართალია იმ ხალხის პრეტენზიაც, თუნდაც საპარკინგი ადგილი იყოს საკუთარი სახლის წინ მანქანის გაჩერებას იმის გამო რომ ვერ ახერხებ წლების განმავლობაში ვიღაც ის გაფუჭებული მანქანა რო დგას სწორია რომ ეს ხალხი გამოხატავს ამ პრეტენზიებს მინდა მოუწოდო შესაბამის სამსახურს რომ მოახდინოს რეაგირება თანყისიერი და გავაკეთეთ ეს ქუჩები მაგრამ ეს მოწესრიგებული ქუჩები და ტროტუარები კარგავს ფასადს და ეფექტსაც ვიზუალურს როცა არის დამახინჯებული სხვადასხვა ტექნიკით თუ ამორტიზებული მანქანებით. მადლობთ. მადლობა. ბატონი არჩილ და შემდეგ ხალბატონი ნატა. მოგესალმებით. კოლეგებო, მოგესალმებით ბატონ არჩილ. ახლა ზუსტად ბატონი დემეტრეს განცხადებასთან დაკავშირებით, ბატონ დიმიტრის მე მინდა კიდე დავაზუსტო რომ გუშინ დავაყენე საკითხი და ამაზე ვთხოვთ რომ ყურადღება მივაქციოთ ჩვენ ამ საკითხის მოგვარებით ჩვენ მოვაგვარებთ გარკვეულწილად გაუმჯობესდება პარკირების საკითხი. მე ინიციატივა შევამაქვს ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ ვაჟღერებ ახლა რა თქმა უნდა, წერილობით შევამაქვს ინიციატივა რომ ჩვენ გადავამოწმოთ, გავიაროთ ფეხით, არის ქუჩები, ფეხით სავალი ნაწილი, ბევრად აღემატება მანქანის სავალ ნაწილს. ეს თავის დროზე არასწორი იყო. რა თქმა უნდა, იქ ველობილიკის შენარჩუნებით. ამით გარკვეულწილად მოწესრიგდება პარკირების საქმე. მადლობა ხალბატონი ნატალია. მოგესალმებით. თქვენი ყურადღება მინდა მეც ორ ფაქტზე გავამახვილო. ალბათ ურთიერთკავშირშია და ახლა ვფიქრობ რომლით დავიწყო მირჩევნია, იმიტომ რომ კი იცით თქვენ რომ საკმაოდ კარგი შედეგი იყო გარევაჭრობასთან განსაკუთრებით წერეთლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალურმა ინსპექციამ სერიოზული შედეგი დადო, მაგრამ აღნიშნულმა გართულებულმა პერიოდმა აქ ეგრეთ წოდებული დესტრუქციული ოპოზიციის ძალისხმევა გამოიყო მაინც ის შედეგი რომ რაღაც მუდმივად დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ მოქალაქეებს და შესაბამისად წერეთლის ქუჩიდან ხშირია განსაკუთრებით ქაფშიას პერიოდში საყვედურები სოციალური ქსელიც მოიცვა ამ თემებმა და მე ვიცი რომ ჩვენ მერია მუშაობს ახლა გარევაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით რეგულაციებზე და ბუნებრივია ამ დოკუმენტს განვიხილავთ და ჩვენი მოსაზრებებს ჩავამატებთ, მაგრამ სანამ ეს დოკუმენტი იქნება მზად, რომლითაც იხემძღვანელებენ, ისე რა თქმა უნდა ისე, იმიტომ რომ მე მაინც იმის მომხრე ვარ, რომ ადამიანებს რომელთაც უჭირთ და მართლა ეხლა თუნდაც წვიმაში გამოსული ლუკმაპურის საშონელად რაღაც რეგულაციებს არ ღვევს, მაინც რაღაცნაირად გამოვნახოთ ის შესაძლებლობები, რომლითაც მოსახლეობა არ შეწუხდება ეს ადამიანები არ იქნებიან გამწარებულები იმ რეგულაციებით, რომლებსაც მოსახლეობის მოთხოვნით ვაწესებთ და რაც მთავარია, აქვე მე ვამბობ ხაზგასმით ამაზეა მიღმული, იმიტომ მე ძალიან კარგად მახსოვს სოციალურ ქსელში დავდე, როდესაც წერეთლის ქუჩის გარემო ვაჭრეებს ეძახდნენ ეგრეთ წოდებული ჩვენი ოპოზიციური დესტრუქციული ძალა იქეთკენ რომ თქვენ სასარგებლო საკითხებს წყვეთ და წამოდით მთავრობის სახლის წინ და იქ გაგახსნევინებთ და იქ გავაჭრევინებთ და ასე შემდეგ და ეს ყოველგვარ ზღვარს გადადის უკვე მე თუ მკითხავთ ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს ნებისმიერი მოქალაქე და ეს ოპოზიციური და პოლიტიკური სპეკულაციები დასრულდეს და მთავარი ყველგან გაკრულია მიშა ჩამოდი რაღაცა ესეთი სტიკერები ეხლა ვერ გავიგე შეჯიბრებად თუ დავიწყეთ და აქეთ იქიდან ხო წარმოგიდგენიათ ქალაქის კედლები და ფასადების საერთოდ რას დაემსგავსება მე თითქმის ყველა ფეიბოქსია ეს თუ ავტობუსის გაჩერება თუ რა მარკერები წარწერებია ეხლა მე ისმის რომ დავა ვიდეო კამერები ვიდეო თვალით დაგვეხმარება ალბათ იმის იდენტიფიცირებაში ვინ იყვნენ ამის შემოქმედები, მაგრამ ხო ვიცი, მე ატყდება პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური ის არის პატიმრებად გადააქცევენ ქალაქის დამამახინჯებლებს. მე უბრალოდ მინდა მოუწოდო ჩვენს საზედამხედველო ფუნქციების მატარებელ
სამსახურებს ჩამოვრეცხოთ და ჩამოვხსნათ მაინც. თუ კი ამის შესაძლებლობა არის. მადლობა, ბატონო დავით ბრძანეთ. მოგესალმებით ყველას. წარმატებულ დღეს გისურვებთ, დამსწრე საზოგადოება, კოლეგებო. განსაკუთრებით მე მინდა ბატონ არჩილს უთხრა მადლობა, გამომდინარე იქედან რომ რაც ის ასრულებს მეგრის მოვალეობის შესრულებას აბსოლუტურად ყველას ხდომას ესწრება ბატონი არჩილი და აბსოლუტურად ყველა დასმულ შეკითხვას ჩვენ გაკეთებულ განცხადებაზე ყველაფერზე აქვს ამომწურავი პასუხი და ფაქტურად ძალიან გვიადვილებს ჩვენს მუშაობას და ძალიან კარგი ჟესტია მის მხრიდან კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. რაც შეხება ძალიან მოკლედ მინდა დიდოს აწაგართმევთ 2020 წლის რაღაც პატარა რეზუმესავით დავაკეთო. საკმაოდ რთული წელი იყო COVID პანდემიიდან გამომდინარე. ყველა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მაქსიმალურად ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის მოსახლეობა მინიმალური ზიანი და ზარალით გამოსულიყო და მიმდინარეობს კიდე ეს პროცესი. ყველაფერი გამოიტანა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოიცავდა ძალიან ბევრ სფეროს. სოფლის მეურნეობა იქნება ესა ჯანდაცვა იქნებოდა, სოციალური პროგრამები, ბიზნესის დახმარება იქნებოდა, უმუშევრად გაჩენილი ხალხი და ასე შემდეგ. დაახლოებით 2 დღის წინ დაანონსდა ბატონი თორნიკე თავმჯდომარე ბატონი არჩილი ჩვენს მათ შორის ჩართულები ვართ შეუდექით საქმეს 5200-მდე ბენეფიციარს ურიგდება სუსაცანოვაგი და კალათა ესე ვთქვათ საახალწლო და როგორც ვიცი დაახლოებით 10000-მდე გაიზრდება ეს რაოდენობა და ძალიან მისასალმებელი და ძალიან კარგია. ამავე დროს ჩატარდა ძალიან გამჭვირვალე და კარგი არჩევნები, რომელიც აღიარა ფაქტიურად თელმა დასავლურმა ნორმალურმა სამყარომ. ესე ვთქვა, გამომდინარე აქედან მინდა ვთქვა ორი სიტყვით, რომ ყავს ძალიან კარგი ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ ხალხზე, ქვეყანაზე და მოსახლეობაზე. ყავს კარგი პრემიერი, რომელიც ასევე არის ძალიან კარგი კრიზის მენეჯერი და მადლობა მინდა უთხრა ჩვენს ექიმებს. არ დავიღლები მათ მადლობა, იმიტომ რომ ისინი არიან ბრძოლაში და ძალიან ბევრია მათზე დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მე ვისარგებლებ შემთხვევით ბევრ თავს არ მოგაწყენთ 2020 წლის ბოლოს ხდომაა ფაქტიურად და მინდა 2021 დამდეგი წელი მიულოცო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ქვეყანას და უსურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა, ბევრად კარგი ყოფილიყოს 21 წელი ვიდრე 20 და ყველა ოჯახს სიხარული და ეკონომიკური წარმატება. გაიხარეთ. მადლობა. კოლეგებო, გადავდივართ დღის კარგით ბატონო არჩი, მივიფიქრე სულ ბოლოს შევაჭამებინებ მეთქი, მაგრამ რადგან ეგრეთ სრული გაქვთ, კი ბატონო, ბრძანეთ. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით მე მგონი უპრიანია რომ მე საკითხები არ გადავდოთ ესე რომ თქვა და ისერად გიპასუხოთ ყველა დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით. პირველი ბატონი რაულის შეკითხვას რაც შეეხებოდა ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავივლი ჩვენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან, სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ შესაბამისი მოწყვლადი ჯგუფები და რის ჯგუფები, რომლებიც ვაქცინაციაც მიმდინარეობს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ესე რომ ვთქვათ მეტვალყურეობით, მიმდინარეობს საკმაოდ წარმატებით და აქ არანაირი შეფერხებები არ არის. დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებითაც ვისაღები არის თქვენი წინადადება და ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად მოგიბრუნდებით შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გავლის შემდგომ. ბატონ დიმიტრის შეკითხვას რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანების უნებართვოდ გაჩერებასთან დაკავშირებით, პანდემიის მეორე ტალღამ ესე რომ ვთქვათ და ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვამ მნიშვნელოვან წილად გამოიწვია ჩვენი თანამოქალაქეების როგორც საზღვრებზე მიმოსვლა, ასევე შიდა სატვირთო ბრუნვის შემცირება, რამაც გამოიწვია მათ მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება. იცით რომ წინა პერიოდში და სწორად აღნიშნეთ თქვენ წინა პერიოდში საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობდა მიმართულებით მუშაობა, ამ ეტაპზეც ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ იცით რომ გვაქვს მუნიციპალურ ინსპექციას აქვს შესაბამისი ადგილი გამოყოფილი პარკირებისათვის, სადაც შესაძლებელია მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების, ესე რომ ვთქვათ, გადაყვანა და იქ
პარკირება, რითაც არ შეიზღუდება, ესე რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი სივრცეები და საპარკინგე სივრცეებისათვის დარჩება მეტი ადგილი, რაც გარკვეულ შეფერხებებს ქმნის და ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის მიმდინარეობს აქტიური გაფრთხილებები ამ სატვირთო ავტომანქანების მფლობელების პირველ ეტაპზე, რათა არ მოხდეს საჯარიმო სანქციების, ესე რომ ვთქვათ, მასიურად გამოყენება, გვესმის ჩვენ მათი მდგომარეობის და ბუნებრივია, აქაც ჩვენ ურთიერთშეთანხმებით მივახცევთ შედეგს და ეს შედეგი იქნება ის, რომ გამოთავისუფლდება ის სივრცეები, რაც მათ აქვს დაკავებული. ბატონი არჩილის შეკითხვას ასევე წინა სხდომებზეც აქტიურად მივსჯელე ჩვენ ამ საკითხებზე, კიდევ ერთხელ უნდა გიპასუხოთ და გითხრათ, რომ რაც შეეხება საპარკინგე სივრცეების მოწყობის საკითხს, ასევე ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების მოწყობის საკითხს, ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გვაქვს გარკვეული ტიპის კონსულტაციები, ველოდებით შესაბამის საექსპერტო კვლევებს ამასთან დაკავშირებით, სად რა პარამეტრებით შესაძლებელია ქუჩის მონაკვეთების საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვა იქნება ეს თუ ახალი საპარკინგე სივრცეების გაჩენა და ამავდროულად ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების სრულყოფა ჩვენს ქალაქში, რითაც მოხდება სატრანსპორტო ნაკადების ეფექტური მართვა და შესაბამისად საპარკინგე სივრცეები, რომელიც საჭიროებასაც ბუნებრივია ქალაქში ყველა მაცხოვრებელი გრძნობს და ყველა ჩვენი თანამოქალაქე გრძნობს, მნიშვნელოვანად არის გამოსასწორებელი და ამ მიმართულებით ჩვენ შესაბამისი, ესე რომ ვთქვათ, საექსპერტო დასკვნების შემდგომ და შესაბამისი კვლევების შემდგომ გვექნება ამის საშუალება, რომ განვახორციელოთ უკვე ინფრასტრუქტურულად. ქალბატონი ნატალიას მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით ეს გარევაჭრობის მოწესრიგებას ეხებოდა მნიშვნელოვანწილად და პირველ შეკითხვაზე პასუხობთ, რომ ძალიან ცუდი ფაქტი არის, თქვენც აღნიშნეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ხშირ შემთხვევაში იყენებენ პოლიტიკური მიზნებისათვის ამ ადამიანების გაჭირვებას და იმ ხალხის საკითხს, რასაც თვითდასაქმებულები ქვია, ჩვენ მუნიციპალური ინსპექციასთან ერთად ჩართულები ვართ, მათ შორის კერძო სექტორთან, იმ ადამიანებთან, ვისაც შესაბამისი ეგრეთ წოდებული ბაზრობები და კომერციული სივრცეები გააჩნიათ, რათა დაბალი ტარიფებით მოხდეს ამ ხალხის და ამ ადამიანების დაშვება მათ სავაჭრო სივრცეებში რეგულაციების სრული დაცვით, რათა დაცული იქნეს ყველა ის, ესე რომ ვთქვათ, მოთხოვნა, რაც თან ახლავს ამ სავაჭრო პროცესს და მათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში არ ჰქონდეთ შეზღუდვები, ამავდროულად მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მათი გაფრთხილება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. მეორე საკითხთან დაკავშირებითაც პასუხობ და გეტყვით, რომ ვანდალიზმის ფაქტები თვალშისაცემად მომატებული არის და ეს არის დღის წესრიგი უპასუხისმგებლო ოპოზიციური ძალის და მათი სატელიტი ორგანიზაციების, რომლებიც ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებად იხსენებიან, მუდმივ რეჟიმში სანდასუფთავების თანამშრომლები ახორციელებენ ჩვენი ეს იქნება ავტობუსის გაჩერებები, ჩვენი სახლების კედლები თუ ადმინისტრაციული შენობის კედლები, მათ მორეცხვით საქმიანობას, ასევე სამღებრო სამუშაოები დაგვჭირდა რამოდენიმე, ესე რომ ვთქვათ, ფასადურ კედელზე და ახლად რეაბილიტირებულ კედელზე, რაც ცალსახად არის მიუღებელი და მოუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული არის და ვისაც იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, დაამახინჯებენ ჩვენს ქალაქს იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ძალიან დიდი წვალებით და ძალიან დიდი შრომის ფასად გვიწევს, რომ გამოვასწოროთ, დაამახინჯებენ და იერსახეს შეუცვლიან მას და შესაბამისი ორგანოები, ბუნებრივია ჩვენი მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფები მუშაობენ ამ მიმართულებით, ისიც რომ ადმინისტრაციულ ნაწილში გატარებული იქნა რიგი ღონისძიებები და ადმინისტრაციული საჭიროების განხილვა მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თუმცა მუნიციპალურ ინსპექციასთან მიმართებაში გახსოვთ თქვენ ერთი ინციდენტი, როდესაც ეგრეთ წოდებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ძალადობაშიც კი ადანაშაულებდნენ იმ ადამიანს, რომელიც თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდა. ამიტომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ამ მიმართულებით და ბუნებრივია გვექნება რეაგირება და თან მწვავე რეაგირება ამ მიმართულებით. ბატონ დავიცაც უპასუხებ და გავაგრძელებ უბრალოდ მის მიერ დასმულ საკითხს და ვიტყვი, რომ ის 5200 კალათა, რაც ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს დარიგების პროცესი არის ინტენსიურ რეჟიმში, სადაც ჩართული არის როგორც მოხალისეები, ასევე როგორც საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე მერის წარმომადგენლები, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ტექნიკური საშუალება და ადამიანური რესურსი რეკომენდაციების მკაცრი დაცვით ჩვენ ვახორციელებთ
ამ კალათების დარიგებას, ამასთან ერთად დღეს დავიწყეთ მერვე ეტაპი სკოლამდე დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში 33-ვე ბაღის ბენეფიციარები მიიღებენ სასაჩუქრო კალათებს, სადაც იქნება ტყილეული და ბუნებრივია იმ კვებითი ღირებულების პროდუქტებს, რაც სწავლის გადადების გამო ეკუთვნოდათ მას ამ მიმდინარე პერიოდში სამომავლოდაც გაგრძელდება, სწორად აღინიშნა აქ მსგავსი ტიპის სოციალური აქტივობები და ჩვენის მხრიდან ბუნებრივია იქნება მიღებული შესაბამისი ღონისძიებები, ვინაიდან ჯანმრთელობა და ჩვენი თანამოქალაქეების ყოფითი ცხოვრება არის უმთავრესი საზრუნავი ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალისათვის, პასუხისმგებლიანი მთავრობისათვის და იმ ადამიანებისათვის, ვისაც უბრალოდ ვიყვართ ჩვენი თანამოქალაქეები, განსხვავებით ზოგ-ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი პოლიტიკური ძალისგან. მადლობთ. მადლობა ბატონო არჩილ. კოლეგებო, გადავიდეთ დღის სესიის გარშემო საკითხების განხილვაზე. პირველი საკითხი ბატონი ედნარი მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატან ცვლილებებს. წარმოდგენილი ცვლილებები მოკლე განმარტებას გავაკეთებთ სალამ უშუალოდ განსაზღვრულ ასე ვთქვათ კრიტერიუმებზე და თვითეულ ფინანსურ რესურსზე გადავალთ. მოგეხსენებათ წლის ბოლო მთავრდება და შესაბამისად მუნიციპალურ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები ასახავს რეალობაში იმ ყველა გამოწვევებს, რასაც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ასევე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული რიგი შეღავათები, ეს იქნებოდა ბიზნეს სეგმენტისათვის და ასევე მოქალაქეებისთვის დაწესებული შეღავათებებისგან გამომდინარე, ყოველივე ამ გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსავლებით ნაწილზე და სწორედ ამ შემოსავლების ნაწილი, რომელიც მუნიციპალურ ბიუჯეტს დანაკლისი სახით იყო და მიმდინარე წელს ყველა ის აღებული ვალდებულება, რომელიც უნდა დაიფაროს 31 დეკემბრის ჩათვლით, რომ საფრთხე არ შექმნილიყო, საქართველოს მთავრობასთან ერთად კოორდინაციით მიმართული იქნა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული ცენტრალურ ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტს გამოუყო დამატებითი ფინანსური რესურსი იმ ოდენობით, რომელიც სრულად დაფარავს შესაბამისად მიმდინარე წლის ყველა სოციალური პროგრამები, კაპიტალური პროექტები და ასე ყველა ბიუჯეტით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას. შესაბამისად, აი ამ გადაწყვეტილებებმა პოვა ასახვა მუნიციპალურ ბიუჯეტში და ამ გარემოებებით იქნა წარმოდგენილი ეს პროექტი. დეტალურად მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად რა შეიცვალა, შემოსულობებითი ნაწილი იმ გარემოებების გათვალისწინებით თუ რა ვალდებულებების ათვისებასაც შევძლებთ, ამ პროცედურების დაცვით საერთო ჯამში შემოსულობები მცირდება 4.790.470 ლარით, მაგრამ დეტალურად თუ რომელი გაიზარდა და რომელი შემცირდა მოგახსენებთ. გადასახადები, რომელიც კომპენსირდება ქონების გადასახადიდან, შემცირდა 2.704.000 ლარით, გრანტები, აქ ორი ტიპის გრანტები გვაქვს, ეს არის ცენტრალური ხელისუფლებიდან, რომელიც საერთო ჯამში გამოიყო 29.785.000 ლარი და ამ თანხით დაკომპენსირდა ავტონომიური რესპუბლიკიდან მანამდე მისაღები ტრანსფერი, ეს გადაწყვეტილებაც იმ გარემოებას ეფუძნება, რაც წეგან მოგახსენეთ, ვინაიდან საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის, ანუ საშემოსავლო გადასახადის 1500 ლარზე ქვემოთ, თუმცა გათავისუფლება მეწარმეების და სწორედ საშემოსავლო გადასახადი შედის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში, მათ შეუმცირდათ შემოსავლები, ამიტომ კაპიტალური ტრანსფერი რო ვერ კომპენსირდება, ვეღარ ჩვენ ნაწილში ვერ დაგვიფინანსებდნენ, ეს ნაწილი ჩაანაცვლა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამაც. სხვა შემოსავლების კუთხით, პროცენტებიდან მიღებული შემოსავლები იზრდება 180.200 ლარით, ფაქტიური გარემოებების გათვალისწინებით, სანებართო მოსაკრებლებით 456.800 ლარით, ესეც ფაქტიური გარემოებების გათვალისწინებით გაიზარდა, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მოგეხსენებათ პანდემიური სიტუაცია არის და ვერ გაიცნა აღნიშნული კუთხით ეს სეგმენტი და არსებული გეგმა 7.375.000 ლარი იქნა ამოღებული, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი მოგეხსენებათ შეღავათებზე იყო წინასწარმეტყველებზე შემოტანილი და იმ გარემოებების გათვალისწინებით ამოღებული იქნა და საპროგნოზო მაჩვენებელი და შეადგინა 436.000 ლარი და ასევე მშენებლობის კუთხით ზონალურ შეთანხმებებთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტიური გარემოებებია და წლის განმავლობაში წინა წლის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად გადახდილი იქნა, ფაქტიური გარემოებებიდან გამომდინარე გაიზარდა 486.000 ლარი. აგრეთვე არაფინანსური აქტივების კლება, კერძოდ პრივატიზებიდან მიღებული
ასე ვთქვათ, შემოსავალი, რომელიც რამოდენიმეჯერ იქნა აუქციონი გამოცხადებული, მაგრამ არსებული ეკონომიკურმა ფონმა განაპირობა ის, რომ ვერ შედგა მოცემული აუქციონებები, საერთო ჯამში ამ კუთხით მიღებული დანაკლისი 9.559.000 ლარი შემცირებული იქნა გეგმიდან. ჯამში აღნიშნავ, რომ ყველა ეს შემცირება საერთო ჯამში დაკომპენსირდება და ეს ამ შემცირება არ ემსახურება რაიმე ღონისძიების ამოღებას, გაუქმებას ან ასე ვთქვათ, ვალდებულების ვერ დაფარვას. ყველა ღონისძიება, რომელიც ჯამში მოგახსენეთ და კომპენსირდება, უბრალოდ ეკონომიების ხარჯზე, რომელსაც ქვემოთ მოგახსენებთ, ამის კომპენსირების მიზნით იქნა დაბალანსებული. რაც შეეხება გადასახდელებს, გადასახდელების მიმართულებით მცირდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 3.491.000 ლარი, აღნიშნულში 1.5 ლარი არის ეკონომიები და შესყიდვებიდან და შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე, დაახლოებით 1.000 ლარამდე ასევე არის შესყიდვების პროცედურებიდან გამომდინარე ვადების განსაზღვრელი ფაქტორი და ხოლო დარჩენილი ნაწილი პანდემიიდან გამომდინარე სამუშაოების ჩატარების ეტაპის გამო წინა ბიუჯეტში რაც შემოიტანეთ 2021 წელს, რომელიც სამუშაოების გადავიდა, ესენია კონკრეტულად ასახული. შემდგომ მოდის გარეგანათებაში მცირდება 1700 ლარით, ესეთ შესყიდვების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია არის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია, აღნიშნული კუთხითაც მოგეხსენებათ სამუშაოები ფინანსდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკიდან, მაგრამ მუნიციპალიტეტს აღებული აქვს ვალდებულება ქართული კანონმდებლობით დასაბეგრი საგადასახადო, ასე ვთქვათ, გადასახადების ნაწილი გადაიხადოს ჩვენი ბიუჯეტიდან და მეორე ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტიდან და სწორედ ეს 2.064.000 ლარი გამოყოფილი თანხა არის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, რომელიც DGG-ს 50%-ს დააფინანსებენ. სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია საერთო ჯამში შიდა გადანაცვლებების მიუხედავად იზრდება 391.000 ლარი, ეს განპირობებულია კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, ანუ დამატებით ადრე არსებული საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით დამატებით შეასრულებს და შესაბამისად ამ განმეორებამ განაპირობა მისი გაზრდა. ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგურების ხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მცირდება 221.000 ლარი, რაც სრულად არის შესრულებული სამუშაოებისა და შესყიდვების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია. საპროექტო სახართავრიცხო დოკუმენტაციის შედგენა მცირდება 77.200 ლარით, ესეც შესყიდვებისა და სამუშაოების დასრულების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია არის. ასევე ქალაქის ურბანული და ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვაც 77.000 ლარით მცირდება და ესეც ანალოგიური მიზეზია. პარკების, სკვერების და მოედნების რეაბილიტაცია, აქაც მცირდება 455.000 ლარი, მაგრამ აქ არის 250.000 ლარი ცენტრალური პარკის განათების სამუშაოები, რომელიც თავისი სამუშაოების სპეციფიკით გაიშალა და წინასწარმაზე აიხსნა, რომ 790.000 ლარია 2021 წელს ჩასმული და შესაბამისად ამ განმეორებამ განაპირობა მიმდინარე წლიდან თანხების ამოღება. საბავშვო ბაღების მიმართულებით მცირდება 1.400.000 ლარით, ეს არის მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღი არ გაიხსნა, ძირითადში თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს კომუნალურ და საოფისე თანხების მიმართულებებს და ასევე ქვების მიმართულებით ის ეკონომიები, რაც შესყიდვების შედეგად წარმოიქმნა. სხვა შემთხვევაში მოგეხსენებათ უწყვეტად განხორციელდა ბავშვებისათვის, ანუ სასურსათო პაკეტის დარიგება. საბავშვო ბაღის მშენებლობების რეაბილიტაციაზე 215.700 ლარი წინა ბიუჯეტზე ვახსენეთ, რომ გადაიდო მიმდინარე წლიდან ამოღებული იქნა და შესაბამისად ამის ასახვა პოვა. ასევე არის ბათუმის სპორტული ცენტრი, აღნიშნული ღონისძიება შეზღუდვებიდან გამომდინარე ანუ მუშაობის ტემპი ადრე ჩვეულებრივ რეჟიმში როგორც მუშაობდა, იმ ტემპით ვერ მუშაობდა. გარდა ამისა, ნოემბრიდან არსებული შეზღუდვებიდან მთლიანად დაიხურა და მათგან ამოღებული იქნა ის კომუნალური ხარჯები, რასაც მოცემული მიმართულებით ეს ორგანიზაცია გასწევდა ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებული ღონისძიებები 57.000 ლარით, ეს არის ახალგაზრდა დღესასწაულისთვის განკუთვნილი თანხა იყო და რომელიც აღარ განხორციელდება და შესაბამისად ამოღებული იქნა. ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია 53.800 ლარით შემცირდა და ესეც სამუშაოების დასრულების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია არის. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებს, სადაც კონკრეტულად ის პროგრამები უბრალოდ ჩამოვთვლი, სანამ ჩამოვთვლი დეტალურ მიზეზს განმარტავ, მცირდება არა ბენეფიციარების შემცირების ხარჯზე, არა სხვა გარემოებების, არამედ შემცირების ძირითადი არსი განპირობებულია იმ ეკონომიებით, რასაც დღესდღეობით გვაქვს.
გარდა ამაგისა, მინდა მოგახსენოთ, რომ როგორც აქ სკდომაზე აღინიშნა, ბიუჯეტის ცვლილებამდე დაზუსტების სახით იქნა ჯანდაცვის პროგრამებში შეტანილი ცვლილება და არსებული ეკონომიების დიდი ნაწილი 416,000 ლარი მიიმართა იმ სასურსათო პაკეტებისთვის, რომელიც დღეის მდგომარეობით ურიგდებათ შესაბამის ბენეფიციარებს. კონკრეტულად ეკონომიების შედეგად შემცირდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, შიშუმის სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაცია, ასევე ახალშობილ ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია, ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა ასე ვთქვათ მატერიალური დახმარება, მოქალაქეთა ინდივიდუალური დახმარება, კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება, მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარება და ასევე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა საფასურის სუბსიდირება. გარდა ამისა, ფინანსური რესურსი ამოღებული იქნა ქალაქმშენებლობის დოკუმენტიდან, ელექტრონული სერვისების დანერგვიდან და ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან. თითოეული მათგანი მოგეხსენებათ, გეგმის ქალაქის გეგმა გამოცხადებულია, მიმდინარეობს კონკურსი, იმ განებების გათვალისწინებით, რომ შესყიდვების პროცედურა ითვალისწინებს დაახლოებით იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველ რიცხვებში დასრულებას. შესაბამისად, წელს დაფინანსება არ იყო საჭირო და ამ განებებით იქნა ამოღებული. ინსპექციასაც არსებული ეკონომიებია, ხოლო ქალაქმშენებლო ელექტრონული სერვისებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების გამო საკმაოდ გათვალისწინებული იყო სერვერების გაძლიერება და მსგავსი რაღაცა, მაგრამ მიმდინარე ეტაპისთვის ფასების გამო და გარდა ამისა ამ შეზღუდვების გამო წელს აღნიშნული მმართველობით ღონისძიება არ გატარდა და შესაბამისად წელს გადაწყვეტილი იქნა, რომ ამოღებული იყო ეს თანხა. საერთო ჯამში ეს იყო წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ანუ 2021 წლისა განისაზღვრა 20 წლის უკაცრავად 154,094,000 ლარი, ანუ და დღეის მდგომარეობით ეს მოცემულობა გვაქვს და შესაბამისად წლის ბოლომდე ის რესურსები, რაც რჩება და იქნება გათვალისწინებული, მათ დაფინანსება საფრთხე არ იქნება, უკვე შევსებულია ყველა ის დანაკლისი და შესაბამისად წლის ბოლომდე დასრულდება. რა თქმა უნდა, შესრულების შემდეგ ანგარიში წარმოდგენილი იქნება საკრებულოსთვის. მოკლედ ეს იყო, რა თქმა უნდა, კითხვის შემთხვევაში გიპასუხეთ. დიმიტრი და შემდეგ ბატონი არჩილი. ანუ ჩვენ ეს დეტალურად გავიარეთ ეს ცვლილებები კომისიებზე, ოღონდ თქვენ თქვით, რომ ამოვიღეთ ისე ჟღერდა ამ ჯანდაცვის ნაწილში, ძირითადად მინდა რომ განმარტოთ მიზეზი ამოღებისა და რომ მოქალაქეებისთვის ნათელი იყოს, ამოღების მიზეზი ის არის, რომ თანხები არ ქონდა ვთქვათ, უბრალოდ მაგალითად ერთ სვიტყვი დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ და გაგვიმარტეთ, მაგალითად ბალნეოლოგიური მომსახურება ბავშვებისთვის და ვეტერანებისთვის ამოღებული იქნა, იმიტომ რომ ვაუჩერები გასცამერია, მაგრამ უბრალოდ მოქალაქეებმა ვერ მოახერხეს ამ ვაუჩერებით სარგებლობა კონკრეტული პირადი მიზეზების გამო და სხვა დანარჩენი რაც ჯანდაცვის ნაწილში ისიც რომ განგვიმარტოთ რატო ამოვიღეთ და რეალური მიზეზი იყო ის რომ ვერ მოხდა უბრალოდ ათვისება მოქალაქეების მიერ ამ სერვისების, იმიტომ რომ მაგალითად კიდე ჰქონდა ჩვენ ინდივიდუალური დახმარება პაციენტების და ვიცით რომ ამ კორონავირუსის გამო შეჩერებულია გეგმიური ოპერაციები, ამის გამო არ გაიხარჯა ეს თანხა. და დანარჩენიც რომ განგვიმარტოთ ძალიან მოკლედ რომ ნათელი იყოს მოქალაქეებისთვის და არ შეიქმნა შთაბეჭდილება იმისა, რომ ვთქვათ უსახსრობის გამო ვერ გახორციელდა მოთხოვნა იყო, მაგრამ ჩვენ ვერ მივაწოდეთ რეალურად სხვა მოცემულობა გვაქვს განგვიმარტოთ. კი ბატონო, ისევ დავამატებ იმ გამოგანმარტებას, რა თქმა უნდა, საწყისიდან მივთქვი, რომ ჩვენ ყველა ის მოცემულობა, რაც მუნიციპალიტეტს აღებული ქონდა ვალდებულება, მთლიანად იქნა კომპენსირებული, ანუ იმ ტრანსფერებისა და შემოსულობების კუთხით, რაც გვაქვს და რასაც მივიღოთ უნდა 31 დეკემბრით. ჯანდაცვის პროგრამებში საწყისიდანვე განაცხადე, რომ ეს ცვლილებები არ ეხება კონკრეტულად რომელიმე ტიპის ბენეფიციარების, ანუ ასე ვთქვათ, რაოდენობის შემცირებას, მათთვის მომსახურების შემცირებას. არა, აქ არის რიგი ფაქტორები, კერძოდ, მაგალითად, სამედიცინო მკურნალობა, ინდივიდუალური დახმარების კუთხით, ოპერაციული მკურნალობის რესურსი დარჩა იმ გარემოებებით, რომ არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულებები არ ატარებდნენ, ანუ გეგმიურ ოპერაციულ მკურნალობებს, შესაბამისად მოქალაქეთა მიმართვა წელს ვერ განხორციელდა და ეს რესურსი იქნა ათვისებული. ასევე ბავშვთა შეზღუდული ბავშვების განვითარებისთვის მოგეხსენებათ, რომ ვერ დაკავთ ბავშვები და დისტანციურად ხდება და ამ კუთხით ამ მიმართულებით ხდება შესაბამისი ანაზღაურება და ეს რესურსიც, ფაქტიური გარემოებებით, რაც გადაუხადეთ და მიწოდებელი კომპანია სამუშაოებს ასრულებს, სულად იქნა ანაზღაურებული. ეს რიგი ფაქტორები, ყველა ის შემცირება, რაც იქნა გამოყენებული,
არის მხოლოდ და მხოლოდ ფაქტიური გარემოებებით გათვალისწინებული და მანამდე კიდევ ერთხელ დავაზუსტებ რომ ბიუჯეტის საკრებულოზე სხდომის გამოტანის გარეშე არსებობს ესეთი წესი მუნიციპალიტეტის საფინანსო კომისიასთან შეტანა ცვლილებებისა ყველა ის რესურსი ძირითადი რესურსი რაც იყო ჯანდაცვის პროგრამებში გამოყენებული იქნა იმ სწორედ 5200 ბენეფიციარი პირისთვის სასურსათო პაკეტის დარეგებისათვის იგივე მოწყვლადი კატეგორიებისთვის რიგი კატეგორიების რომელიც კონკრეტულად არის განსაზღვრული ის საკითხი დაზუსტებული იქნა ამიტომ ასახული იქნა იმ კუთხით იმიტომ რომ უფრო მოქნილი პრაქტიკა იყო და შესაბამისად ეს იქნა გამოყენებული ანუ ყველა ის პროგრამა რაც ამ კუთხით ჩამოთვალეს ჯანდაცვასთან ემსახურება ფაქტიურ გარემოებას და არა იმ სიტუაციას რომ ბენეფიციარებმა ვერ მიიღონ მომსახურება ყველა სრულად მიიღებს და რა თქმა უნდა წელს რაც ვერ იქნება ეს განმარტება გჭირდებოდა ზუსტად ბატონო არჩილ ბრძანეთ და შემდეგ ბატონი რაული გასაგებია რომ პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვებთან დაკავშირებით იქნა ამოღებული ან შეჩერებული ეს პროგრამები თლიანად ციფრი რამდენში ადგენს კონკრეტულად ბიუჯეტთან მიმართებაში მეკითხებით თუ რომელიმე პროგრამასთან ბიუჯეტიდან 4,70,000 ლარი იქნა ამოღებული 4,790,000 ლარი დიახ ბატონო რაული ბატონო არჩილ მე ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე წელს დაანონსებული იყო რომ უნდა აშენებულიყო ქალაქში საცურაო აუზი და საცურაო აუზი ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის ახლა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ჩვენი მომავალი თაობა ბავშვები სკოლიოზი უყალიბდება და ყოველ მეორე ოჯახს ყველას ბავშვები მიყავთ აი ამ სპორტის სახეობაში ამით დაკავდნენ რომ სწორად განვითარდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ამისთვის არამედ სპორტის ცურის სხვადასხვა სახეობებისთვისაც თუნდაც წყალბურთი და ცურის სხვა მრავალნაირი სახეობა არსებობს და ჩვენ ზღვისპირა ქალაქი ვართ და საწყლოსნო სპორტი პრაქტიკულად განვითარებული არ გვაქვს და ადრეულ პერიოდში ჩვენ ძალიან სერიოზული სპორტსმენები გვყავდა და ეს საცურაო აუზიც იყო სამწუხაროდ შემდეგ დაინგრა და დღეს კი არის კომერციული სხვადასხვა თუმცა მე ვამბობ რომ სპორტის კუთხით განვითარების კუთხით და მუნიციპალური მნიშვნელობით ჩვენ საცურაო აუზი არ გაგვაჩნია მე როგორც ვიცი ცენტრალური მთავრობის მხრივ უნდა ყოფილიყო თანხის გადმოცემა და უბრალოდ ტრანსფერი უნდა ყოფილიყო და ამ კუთხით უნდა დაწყებულიყო წელს საცურაო აუზის მშენებლობა. გასაგებია რომ თქვათ ეს პანდემიის პირობებმა მოუსწრო, მაგრამ ჩვენ რას ვაპირებთ ამ კუთხის შემდგომში? ახლა ზოგიერთი ჩვენი კოლეგები არ მინდა სახელი გვარი ვთქვა, რა ინტერესებს თქვათ აი ინფრასტრუქტურული და სხვა პანდემია მეგობრებო აუცილებლად გაივლის და ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, მაგრამ პარალელურად ჩვენ არ უნდა შევაჩეროთ ეს პროექტები და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა უნდა გავაგრძელოთ. აი ამის გამოც უჭერ მხარს პროექტ აი ბიუჯეტს და ჩვენ ვალდებულებები გვაქვს ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქალაქის ცხოვრებლების წინაშე. დიდი მადლობა. მადლობა ხალბატონათა. და ინიციატივას ჩვენ დავარეგისტრირეთ ამასთან დაკავშირებით ფრაქციის სახელით. დიდი მადლობა. კოლეგებო, ესე იგი, უბრალოდ კითხვა მექნება ბატონო ედნარ. ცოტა შესავალს გავაკეთე ბატონო თავმჯდომარე, გუშინ სატელევიზიო ჩართვა იყო ჩვენმა ოპონენტებმა, რატომღაც არჩიეს ქუჩაში ყოფნა და დარბაზში არ არიან, თორე დარწმუნებული ვარ, იგივე თემებს გააჟღერებდნენ აქ. თავს ვალდებულად ვთვლი უბრალოდ მათ მიერ რამდენიმე ისეთ საკითხზე გამახვილებული ყურადღება სუფთა პოპულისტური თვალსაზრისით რომ გამახვილეს ყურადღება და მოსახლეობა ყავთ შეცდომაში შეყვანილი, სწორედ ამიტომ მინდა გავამახვილოთ ჩემი ყურადღება. პირველი ესე იგი ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა რომ ის მათ არჩიეს გარეთ ყოფნა, რათა ჩვენ ვიყოთ მარტო დარბაზში. მარტო ჩვენ არ ვართ, მინდა შევუთვალო ჩვენ კოლეგას. ჯერ დავიწყოთ იქედან რომ 6 სუბიექტი შემოვიდა საერთოდ პროპორციული სიით საკრებულოში თავის დროზე, 3 ქართული ოცნებიდან და 3 ეს იყო ნაცმოძრაობა, ევროპული საქართველო თუ პატრიოტ ალიანსი. დღესდღეობით სახეზე გვაქვს ისევ
ოცნების სამი სუბიექტი საკრებულოს შემადგენლობაში ამავე დროს ვერავინ ვერ დაძდებს ბრალს, ვერც ბატონ არჩილს და ვერც ბატონ რაულის, რომ ისინი არიან ქართული ოცნების წევრები, წარმომადგენლები და ასე შემდეგ. მაგრამ მათი აქტივობა ჩანს, ვერც ვერავინ ვერ დაძდებს ბრალს საკრებულოს იმაში, რომ რაიმეთი ეს ადამიანები შეზღუდული არიან საკუთარი მოსაზრებების კრიტიკის წარმოთქმაში, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ნორმალური საქმიანობა. კონკრეტული ხალხადონადა. სწორედ ეს არის ნორმალური საქმიანობა, სწორედ ამისთვის არის წარმომადგენლობითი ორგანო და სწორედ აქ უნდა წყდებოდეს ქალაქისთვის საჭირო საკითხები და არა ქუჩაში და არა იმ დესტრუქციული მოქმედებებით, რასაც აკეთებენ ვერვინელებთ დამახინჯებულ ქალაქს და დათხრილ კედლებს და ბურთის სკოლაში, სკოლის სპორტული დარბაზი ღია იყო, მოსწავლემ ბურთი გამოიტანა და ამის გამო იმ ბავშვს პირდაპირ ციხეში გაუშვეს და ის ხალხი ხო წარმოგიდგენიათ საერთოდ არ მინდა გადავიდე ამ თემაზე, უბრალოდ შევახსენო მინდა ბატონ ფრაქციის თავმჯდომარეს, რომ აქ მხოლოდ ქართული ოცნება არ ზის. ამ დარბაზში ჩვენთან ერთად ზის კონსტრუქციული ოპოზიცია. გარდა ამისა, ხაზი გასმული ჰქონდათ იმაზე, რომ რაღაცა თითქოს და წარმოდგენილი ჰქონდათ მაისის თვეში ანტიკრიზისულს არ ქმევენ თვითონ იმას. კიდე ერთხელ მოსახლეობის საყურადღებოდ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არ იყო არანაირი გეგმა, ეს იყო უბრალოდ რაღაცა ციტატების და თეზისების იმ სამოქმედო გეგმასაც თავისი მეთოდოლოგია აქვს და მე რატო ირჩევენ ამ სპეკულაციას შეცდომას შეყვანის გზას მოსახლეობის თან რატომღაც ტელევიზიებიც ხაზგასმით უსვამენ ამ მხარეს უწოდებენ ანტიკრიზისულ გეგმას ბატონო ვერნარ გემახსოვრება თქვენ რაც იყო და თუ ახლა ორი სიტყვით და ჩაქვით საჭიროც ერთი თქვით ის თუ იყო გეგმა საერთოდ იმიტომ რომ ის რაც ჩვენ ახლა გავაკეთეთ ცვლილებები მიიწერეს და თქვენს რომ თითქოს და ეს მათ თქვამ და ასე შემდეგ და მესამე უახლოვდები კითხვას რამდენადაც მახსოვს 151,264,000 იყო თუ არ ვცდები სასტარტო საშემოსავლო პროგნოზი გასული წლის 2020 წლის ბიუჯეტის და ჩვენ წელს ვამთავრებთ ესე იგი გამოდის 154 მილიონით ხო ანუ აქ არანაირი კლება არ ჩანს ბატონო ვერნერ ხო უბრალოდ მინდა რომ ამას მიპასუხოთ იმიტომ რომ ისევ ის დესტრუქციული ოპოზიცია ტელევიზიიდან აჟღერებდა რომ კატასტროფა გვაქვს ამ მხრივ რომ ესე იგი ჯერეთ და თავარი რა თუნდათო ინფრასტრუქტურულ პროექტებს რო აგრძელებენ ჯერეთი არც იცნობენ ესე იგი ფრაქცია რომელიც კომისიებს არ ესწრება ბიუროს არ ესწრება საკითხი არ იცის, არც კი იცის სოციალური მიმართულებით რა ცვლილებები შევიტანეთ. და კითხვა. მიკროფონიც არ უნდა დავთმოს ტელევიზიამ ბატონო ხშებდივარ როლებში. კითხვა მდგომარეობს შემდეგში რომ ესე იგი გამოდის აი მხოლოდ ის სასესხო ვალდებულება გვაქვს გადატანილი სხვა მხრივ ჩვენ ხარჯებს ფარავთ სრულად რაც გქონდა და ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, იმიტომ რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი გეგმაში მოსახლეობის საჭიროების მიხედვითაა გათვალისწინებული. წლები ელოდება სულაბერიძის ქუჩის მოსახლეობა ფილების აკრას და ვერ შევაჩერებთ. ჯავახიშვილის ქუჩა გადათვლილია და ახლა ვერ დავტოვებთ და ასე შემდეგ ეს გავაგონოთ მოსახლეობას რომ თორე რატომღაც ზოგადად ადამიანის ბუნება ალბათ ასეთია წყვილი უფრო სჯერა ვინ ემართალიდა. იმათი სჯერათ ეთქობა რომ იმდენი ყავთ კიდე მომხრე მადლობთ. მადლობა ნატა. ბატონო თავმჯდომარე, კოლეგებო. კენჭისყრის შემდეგ რეპლიკის სახით მინდა მომწყვეტ. კი ბატონო. უაღრესად გთხოვთ განცხადებების ბლოკში რაც გნებავთ, განცხადებები გავაკეთოთ საკითხების განხილვის დროს კონკრეტულად კითხვების საკითხის გარშემო. ძალიან გთხოვთ. ბატონო თუ გაქვთ ორ კომპონენტში უბრალოდ ქალბატონ ნატალიამ ახაც კითხვა დასვა ერთი მიმართულებით იმ ანტიკრიზისულ გეგმასთან რაც თქვენ საკითხი დასვით ზოგადად ანტიკრიზისული გეგმა და ეკონომიკური კონცეფციისგან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას საჭიროებს სიღრმისეულ ცოდნას და კონკრეტულ დეტალიზაციას რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი
თუნდაც ინდიკატორები და გადაწყვეტილებები და რესურსები და კონკრეტული სამუშაო სპეციფიკა ჭირდება. ამ გარემოებებზე მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ყველა ის პოლიტიკა, რასაც ცენტრალური ხელისუფლება და თავისი რეგიონალური ხელისუფლებით მუნიციპალიტეტების დონეზე ატარებს, სწორედ ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკა. ამ კუთხით ჩემ გამოცდილებიდან იმას ვიტყვი, რომ მე დღესდღეობით ის რაც ანტიკრიზისული გეგმა საქართველოს თავრობიდან ხორციელდება, რა თქმა უნდა, თვითეული სახელმწიფო რგოლის ჩათვლით, ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენა ის არის, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფინანსო და თუნდაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ არის აღიარებული და მოწონებული და ის ხარდაჭერები ზუსტად იმ განმეორებებს და იმ პასუხობს, რასაც ჩვენი მთავრობა აკეთებს. ეს რო ცალსახად სხვა კუთხით იყოს, ვერ მივიღებდით ვერც იმ ფინანსურ ხარდაჭერას, ვერც იმ ასე ვთქვათ პოლიტიკურ დივიდენდებს, რასაც ამ კუთხით კიდაც ევროკავშირი, კიდაც მსოფლიო ბანკი, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რასაც მნიშვნელოვანი ხარდაჭერის კუთხით საქართველოს ასე ვთქვათ, საქართველოს უკეთებს. ეს არის ყველაზე დიდი საზომი ინდიკატორი, რაც შეიძლება რომ ქვეყანაში გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყოს. გარდა მოგეხსენებათ ამისა, რომ ჩვენი ეკონომიკა არის ასე ვთქვათ მეტად გრძნობიარე გარე ფაქტორებთან, მაგრამ მეტნაკლები ხარისხის დოზით და ის რაც ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრებია დღესდღეობით, გამკლავების ხარისხი საკმაოდ მაღალია, შეიძლება არ იყოს ეს აბსოლუტურად, მაგრამ საკმაოდ მძიმე სოციალური ფონი, ეკონომიკური ფონია მსოფლიოში და ამიტომ ამას მე ჩემი განმარტება არა, უბრალოდ ის გამოხმაურებები და ის ინდიკატორები, რასაც ეს შედეგები იძლევა, ამის თვალნათელი და გამოხატულება და სწორედ ამაზე მიმინდია პასუხი თუ როგორ შეიძლება და რა კეთდება და როგორ კეთდება და რისთვის კეთდება. ეს ასე ვთქვათ, გაზომილია, გამოქვეყნებულია ყველა ის კვლევა თუ რა მიმართულებით რა გაკეთა, როგორ გაკეთდება და რატო კეთდება. რაც შეეხება ბიუჯეტთან მიმართებაში, ბიუჯეტის შემცირება არ გულისხმობს კონკრეტულად რომელიმე ღონისძიების ამოღებას ან კონკრეტულად რომელიმე ღონისძიების გაქრებას ან დამატებას. თავარი აქ არის მიმართულებები, თუ რა მიმართულებებზე იქნა აქცენტი აღებული და თითეული მოქალაქის მოსახლეობის ეს სოციალურად დაუცველი იქნება, ჩვეულებრივი მოქალაქის მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ინდივიდმა მიიღოს მომსახურების ის დოზა, რასაც მანამდე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აკეთებდა. მაქსიმალურად ჩვენი შემოსავლების მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით ეფექტი იქნა გაკეთებული ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით და ყველა ის ინფრასტრუქტურის და სერვისების მიწოდების კუთხით, რაც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება. ამ კუთხით არც ერთი თეთრი არ შემცირებულა, ესაა ციფრობრივი გამოხატულება და შეგვიძლია შევადაროთ. ერთადერთი რაც შევამცირეთ, ეს იყო ისეთი მაჩვენებლები, რომელიც შეზღუდვებიდან გამომდინარე კულტურის და განათლების მიმართულებიდან და მეორე იყო სასესხო ვალდებულებები, რომელსაც ამას მუნიციპალიტეტი თავისი წილით იღებს და ამით არც ერთი ბენეფიციარი არ ზიანდება და ანუ მოქალაქე არ ზიანდება და სხვა კუთხით ნათელი მაგალითებია, შეგვიძლია ქუჩებთან მიმართებით, სანიაღვრე სისტემების მიმართებით, კაპიტალური პროექტების სხვა რიგი კუთხები შევადაროთ, თუ სადღა შემცირდა არც ერთი კუთხით შემცირება არ ფიქსირდება. მოკლედ შემიძლია ესე ვთქვა რა. მადლობა. კოლეგებო, თქვენ ბატონო არჩილ კენჭისყრის შემდეგ რა? კარგით. კოლეგებო, კენჭისყრაზე ვაყენებ დადგენილების პროექტს. მომხრე. მადლობა კოლეგებო, მიღებულია ერთხმად. და ძალიან მოკლედ ბატონო არჩილ ბრძანეთ. მადლობა. მე რეპლიკის სახით ვიდა სიმართლე გითხრა, ბატონო კოლეგებო, ამაზე არც მინდოდა გამახვილებინა ყურადღება ის გადაცემა მეც ვნახე. უბრალოდ ერთი რამ მინდა მარტივად თქვა. ძალიან საწყენია ისე ვამთავრებთ ჩვენს უფლებამოსილებას ამ დარბაზში, რომ ბევრმა ვერ ისწავლა თუ რისთვის არის აქ მობრძანებული და რა უნდა აკეთოს. ვისი მდობით აღჭურვილი პირები ვარ ჩვენ და საერთო ჯამში რას უნდა ვაკეთებდეთ. ეხლა მე ეს ოპოზიციის გასაგონად მინდა ვთქვა, თუ ის თulis ნამდვილად ოპოზიცია თავს. ჩემი ამდენი წლის განმავლობაში ჩემს მიერ დასმული კითხვები კრიტიკული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის კუთხის ხალხისათვის და კამათი თუ ეს ვერ აღიქვა ვიღაცამ რომ ჩვენ ოპონირებას აქ უწევთ, მე პარტია დავტოვე მისათვის რომ ეს სხვაგვარად იქ ვერ გამომიყენა პარტია. მე ვარ პრინციპული ადამიანი, ვინც მიცნობს მე, ვინც იცნობს ჩემს წარსულს, ჩემს ბიოგრაფიულ მონაცემებს. მე არ მჩვევია ეს თუ ითოლება ოპონირებად რომ პოლიტიკური განცხადება შემოვაგდო, შემდეგ ვიღაცა მაშველებდეს და ვერც გამაშველებს მე. ვერც დამაკარებს თუ დარჩა საქმეზე. უბრალოდ სირცხვილია. მე ვაყენებ საკითხებს და თუ გინდათ ბიუჯეტთან მიმართებაში გუშინ. თუ ჩემს მიერ დაყენებული საკითხები ეს არ ნიშნავს ოპონირებას. ეს არ ნიშნავს მნიშვნელოვან იმ მოვლენებთან დაკავშირებით წვავეს საკითხებს,
მაშინ მართლა ვერ გაგვიგია რისთვისა ვართ აქ. ამიტომ მე ყურადღება არც მიმექცევია უბრალოდ ალბათ ნატალიან ბრძანა და მინდა განმარტება გავაკეთო. და ესე გავაგზელებ მე დარჩენილ ვადაში მოქმედებას. და თუ ვინმეს უნდა ჩემთანადად ეთერში დაჯდომა, დაჯდეს იქა. და იქიდან როგორ გამოგზანდება, მე ის თვითონ ნახავს და არაერთხელ გაკეთებულა ჩემს მიერ ეს განცხადება. მადლობ ბატონო არჩილ, სამშობლო გეთანხმებით, ის საზოგადოება სამწუხაროდ უკვე სხვა სამყაროში ცხოვრობენ, ამიტომ მე პირადად არ ვთვლი ვიზაშეწონად, რომ რაღაც ოპონირება და პასუხი გავცე მათ რომელიმე განცხადებას. ისინი არიან სხვა სამყაროს წარმომადგენლები. მეორე საკითხი, ბატონო დავით. მოგესალმებით, წარმოდგენილია განკარგულების პროექტი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის რეგისტრირებული რეგისტრაციაში არსებული დემეტრე თავდადებულის ნომერ 61-ში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემისათვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილი იქნა მომართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, სადაც დასმული იქნა საკითხი, რომ მიმდინარე წელს განათლების სამინისტროს მიერ მოთხოვნილი იქნა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც სარგებლობაში ჰქონდა ერთ-ერთ მოქმედ კოლეჯს, მოთხოვნილი იქნა აღნიშნული ტერიტორიის გადაცემა, რათა შემდგომ მომხდარიყო საჯარო სკოლის მშენებლობა და საგანმანათლებლო სივრცის მოწყობა, რომელიც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქალაქის საჯარო სკოლების გადატვირთვას. ამიტომ აღნიშნული მოთხოვნასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ განხორციელებული იქნა ეროვნული სააგენტოსათვის მოთხოვნის ნაწილი, გადმოცემული იქნა მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობა და ჩვენც როგორც ასეთი მოთხოვნის პირობას ვასრულებთ და გადაცემას ვუკეთებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას შემდგომში სკოლის მშენებლობის მიზნით. დიახ, ბატონო ზურაბ და შემდეგ რაული. ამ საკითხთან დაკავშირებით მე მინდა მადლობა გადაუხადო როგორც აჭარის ხელისუფლებას, აგრეთვე საქართველოს მთავრობას და მერიას. იცით ჩვენ შეხვედრა ჰქონდა ბატონ თორნიკესთან, მაშინ ეს საკითხი დაიწყო, იმიტომ რომ წინა ხელისუფლების დროს ქალაქის ცენტრში ორი სკოლა, ეს არის მესამე სკოლა და მეექვსე სკოლა იქნა დანგრეული. ერთ ადგილას შეიძლება პიაცა კარგი რამ გაკეთდა, მაგრამ მეექვსე სკოლის ადგილას რა გაკეთდა, საერთოდ დღესაც ვერ ხვდები. და საერთოდ სკოლის ნაკლებობა იყო, ბავშვები ქალაქი იზრდებოდა და სკოლა არ ქონდა და ძალიან დიდი მადლობა, რომ ქალაქის ცენტრში როგორც კი საშუალება აღმოჩნდა ამისი. მინდა მას ხაზი გავუსვა, რომ მანამდე არ იყო ამის საშუალება, ეს საშუალება მოგცა იმ დიდმა პროექტმა, რომელიც კეთდება ეგრეთ წოდებულ კარადოქში, იცით რომ საუნივერსიტეტო ქალაქი კეთდება და ამან მოგცა ამის საშუალება და დიდი მადლობა მინდა გადახედოთ მე ხარს და მინდა მთელ ქალაქს მოვულოსო, რომ ქალაქის ცენტრში ერთი კარგი სკოლა დაგვემატება მალე. ბატონო რაული და შემდეგ დატა. და ორიოდე სიტყვას მე რა თქმა უნდა უერთდები პათოს და ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტერიტორია გადაეცემა, ასე ვთქვათ, მთავრობას და მოხდება ახალი სკოლის მშენებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ახალი სკოლა შენდება და ბევრი ასეთი გვინდა, რომ სკოლები ჩვენ ახლები გქონდეს და თანამედროვე სოფლიო და ევროსტანდარტების შესაბამისი, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი ახალგაზრდობა გაიზარდონ და კარგი მოქალაქეები დადგნენ და კარგი მოქალაქეები გამოვიდნენ. ასევე კარგია, რომ სპორტის კუთხით, განათლების კუთხით, კულტურის კუთხით, აი ყველა ესეთ მნიშვნელოვან და კარგ ინიციატივას, რა თქმა უნდა, მივესალმებით და მხარს დავუჭერთ. დიდი მადლობა. მადლობა. დიახ, ნატა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ საგანმანათლებლო სივრცისთვის ფუნქციით დაიტვირთება ისევ ის ტრადიციები, დიდი ტრადიციების მქონე შენობა. სასწაულია, რომ ეგ ერთი რაღაცნაირად გადაურჩა წინა ხელისუფლებას და აქვე მინდა ვთქვა, რომ დღიდან მოსვლისა ქართული ოცნებისა ზუსტად მუდმივად განათლების სივრცეების გაზრდაზე და განათლების საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზებაზე მუშაობს, ესე ვთქვათ და ამიტომ თანამდებობებზე, ვინც კი ყოფილა, ყველას ეკუთვნის მადლობა, თუნდაც ბატონ სულიკოსგან დავიწყოთ, იმიტომ ვიცი, რომ ზუსტად ბატონ სულიკოს აქ კვლევა ჩატარებული რა, სწრაფით იზრდება მოსწავლეთა რაოდენობა
წლების მიხედვით ქალაქში მისი მინისტრის მოადგილეობით დროს იყო ზუსტად ის პრობლემები წარმოჩენილი, რომ საგანმანათლებლო სივრცეები დასჭირდებოდა ქალაქს და ამიტომ ზუსტად მისასალმებელი ქართული ოცნების ხელისუფლების ნებისმიერი თანამდებობის პირი, ვინც აგრძელებს იმ კურსს, რომლითაც მოვიდა ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში ხალხის მიერ არჩეული და მადლობთ ყველას, ვისაც თავის წვლილი აქვს ამას შეტანილი. კოლეგებო, ეხლა ვფიქრობდი და შეიძლება 4-5 სკოლა შემეშალოს. 2003 წელს აჭარაში ფუნქციონირებდა 345 თუ 350 სკოლა. და 345-ზე ნაკლები არა. 2003 წელს ვამბობ. 2005 წელს უკვე აჭარაში ფუნქციონირებდა 259 სკოლა. 100 სკოლით ნაკლები. ეს კატასტროფაა. ერთ დღეს გავიღვიძეთ და ბათუმში ისეთ უბანში, სადაც რომ აუცილებელი ჰაერებით საჭირო იყო, 2 დიდი სკოლა იყო დანგრეული უკვე და მე განსაკუთრებით მახსოვს მე-6 სკოლის ბავშვების პირადი საქმეების შეყრილი მე-6 სკოლა ერქვა ბავშვი, კი ბატონო, ყოფილ 22 სკოლაში და ძალიან ბევრი ბავშვის პირადი საქმეებიც და რაღაცეებიც რომ გაიბნა იმ დონეზე უპატრონოდ მიყრილი. არ დამავიწყდება ის წლები, მშობლების თვალწრებლიანი თვალები, ტირილი და 1000 უბედურება. 2012 წელს მე შემიძლია ნებისმიერ პიროვნებამ გადაამოწმოს რა იყო ინფრასტრუქტურული მიმართულებით აჭარის მხოლოდ ვამბობ აჭარის და ცენტრალური ხელისუფლებაა, რომ აკეთებს მის მიმართულებით და მაგასავლაპარაკობ აჭარის ადგილობრივი ბიუჯეტი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და რა რიცხვი დევს დღეს. დაახლოებით 5 ჯერაა გაზრდილი თუ უფრო ნაკლებად არა. მე ნამდვილად არ ვიცი ნამდვილებით, მაგრამ მისასალმებელია, რომ მინიმუმ 20 ახალი სკოლა აშენებული ბათუმში. პროგრამა დევს განათლების სამინისტროს სკოლებზე კორპუსების მიშენებისა, ისმის კორპუსის მიშენება, მაგრამ ეს ახალი სკოლაა ჩათვალეთ. მარტო მე-6 სკოლა დამთავრდება 800,000 ბავშვია გათვლილი. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღო. მადლობა სამინისტროს, რომ წამოიწია ეს საკითხი, მადლობა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ მისგან 100-დან უფრო მეტ პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა, მადლობა მერიას, რომ ქალაქის ცენტრში ქონება არ დაიშურა და საშვილიშვილო საქმისთვის აძლევს განათლების სამინისტროს. ეს ერთი და სხვა მრავალი. მივესალმები. დავაკეთოთ კენჭისყრაზე, კოლეგებო. მომხრე. მადლობთ, კოლეგებო. მადლობა. მადლობთ. მესამე საკითხი. შემდეგი საკითხი ეხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ. მოგეხსენებათ, აღნიშნული პროგრამა მოიხსენიებოდა და გათვალისწინებული იყო ბიუჯეტის ნაწილში, თუმცა შემოვდივართ ახლა წინადადებით, რომ მოხდეს ახალი წესით, ანუ აღნიშნული და შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, ასევე აღნიშნულმა წესმა კომისიის ხდომაზე მუშა პროცესებში განიცადა ცვლილებები, წარმოდგენილი იქნა დღეს უკვე ცვლილებების ნაწილით. აღნიშნული პროექტი ეხება 7 და მეტ შვილიან ოჯახებისათვის ბინების გადაცემის ნაწილში, ცვლილებები განიცადა კვადრატულობების ნაწილში და გადაცემების ნაწილში და კონკრეტდა ბენეფიციარები თუ ვინ შეიძლება დააკმაყოფილოს აღნიშნული პროგრამა, ნათლად არის ჩაშლილი ყველა ის კრიტერიუმები, რაც შეიძლება აკმაყოფილებდეს 7 და მეტ შვილიან ოჯახებზე. ამიტომ წარმოდგენის საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში ან დიახ, ბატონ დიმიტრი. ანუ მისასალმებელია ეს პროექტი, უკვე დიდი ხანია მუშაობს საკმაოდ წარმატებით, თავის ძირითად მიზანს ასრულებს, იმიტომ რომ არის ოჯახები, რომლებსაც мотивация გაუზარდა. 2013-დანაა, დიდი ხანი არა. მხოლოდ ქართული ოცნების. ბატონო, 6 წელი რა, 6 შვილია რა. არა, მამხილ კი, მაგრამ ხაზი გავუსვათ, რომ ეს ქართული ოცნების ხელისუფლების დროსაა. ხო და მინდა აღნიშნო, რომ კარგი პროექტია, ოღონდ რაც გასწორდა და მე ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ანუ კვადრატულობები და რაოდენობები და კრიტერიუმები დაიხვეწა და უკეთესი იქნება თუ განვარტავთ, იმიტომ რომ კომისიები ასე ვრცლად არ შუქდება, როგორც ეს ბატონ დავით და ეს ერთი წამით და ესა ჩემი კითხვა რა თხოვნა რომ განვარტოთ და პოზიცია მინდა დავაფიქსირო,
ამ კეთილსაქმეს 2013 წლიდან დავაკონკრეტებ, როგორც ქალბატონმა ნატალიამ შემახსენა, აკეთებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, მაგრამ ჩვენ გადავვრცევდით ამ ოჯახებს, ბინებს, რომლებიც საკმაოდ ცუდ სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ ამის გადაცემასთან ერთად ისინი ღებულობდნენ თანხას რემონტისთვის, რომელიც ითხოვდა შემდეგ დროს, რეალურ დროს 3-დან 4 თვემდე მაინც რომ რემონტი გაკეთებულიყო, შემდეგ აქ იყო ხარისხის ნაწილი, შეიძლება გამოსცემელი იყო, შეიძლება ყოფილიყო ცუდად შესრულებული რემონტი და ვერ მიეღოთ ეს სიკეთეები, დღეს ისინი მიიღებენ გარემონტებულ ბინას, ანუ როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ისინი მიიღებენ ბინას, სადაც შეძლებენ მეორე დღესვე შევიდნენ და იცხოვრენ. ეს არის თითქმის იგივე საჩუქარი ბინასთან ერთად მეორე რო ვაჩქოთ, იმიტომ რომ კონდეს ქონება და იმის რემონტს ელოდო და იყო ისევ ამ თან ზამთრის პერიოდს ემთხვევა, ახლა გაუსაძლის პირობებში იქნებოდა ძალიან ცუდი. ისვისაც რა თქმა უნდა დიდი მადლობა მუნიციპალიტეტს და ზოგადად საფინანსო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომისიამ ჯანდაცვის სამსახურთან ერთად და ქალბატონი ნატალიას ინიციატივით მსჯელობა დაიწყო უკვე წელიწადზე მეტი ამ საკითხთან დაკავშირებით, მიდის კონკრეტული სტატისტიკის კვლევა, რომ 7 შვილიანი ოჯახები ჩამოვიყვანოთ 6 შვილიან ოჯახებზე, რაღაც თქვა კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფები მაინც, თუ ყველას ვერ მოვიცავთ, თუ ბევრი იქნება და კარგი ტრადიციაა და გავაგრძელოთ, იმიტომ რომ რეალურად ასრულებს მიზანს ერთი რომ თავშესაფარს არ გქონე ოჯახები და მეორე რეალურად ზრდის мотивაციას იმისა რომ ამრავლოთ დემოგრაფიული მონაცემები ამრავლოთ. მადლობა ბატონ დიმიტრი, მე დარწმუნებული ვარ კოლეგებო, თითოეული თქვენი გამოსვლა იქნება გაფშაულული მხოლოდ მადლობით ამ საკითხისადმი, მართლაც რომ დიდებული საქმე საკეთებს მერი ამ მიმართულებით, ამიტომ მე შევმოხსენდება რომ შევწყვეტოთ კაბათი და დავაყენოთ საკითხი კენჭის ყრაზე. ბატონ სულიკო, უბრალოდ კრიტერიუმები რო გაგვემართა, კი ბატონო, განმარტო ხო? კი ბატონო. იმიტომ რომ გასაგები იყოს, აი შემდგომში 6 შვილი ვისაც ყავს, რომ გაუზარდოთ мотивация, რომ მე-7-ს მა აპირებს დიმა. ოჩასაც მოუწოდებ ახლა. 4 ყავს, 4-ს ველოდები, 1 წელიწადში 5-მდე. საცხოვრებელი ბინები. კარგი, მზადეთ ბატონო დავით. საცხოვრებელი ბინები გადაეცემა ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრებ ოჯახებს, რომლებსაც ყავს 7 და მეტი შვილი, გადაეცემათ 100-დან 130 კვადრატამდე ბინა, 100 კვადრატის ქვემოთ არსებული ბინების არსებობის შემთხვევაში გადაეცემა, ანუ მის რეგისტრირებული და გადასაცემი ბინების სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 100 კვადრატზე ნაკლები და 130 კვადრატზე მეტი. ასევე არ გადაეცემა ისეთ პირებს, ვისაც 100-ზე მეტი კვადრატულობა გააჩნიათ, ან მიღებული აქვთ, ან ნასარგებლი აქვთ უკვე რომელიმე სხვა უწყებიდან, ან ისევ მუნიციპალიტეტის საქველმოქმედო ფონდიდან არსებული ბინები, ბინა გადაეცემა გარემონტებულის არსებობის შემთხვევაში და თუ გარემონტებული არა კვადრატზე გადაეცემა შესაბამისი კალკულაციით 1 კვადრატზე 250 ლარი კვადრატი. ამ შემთხვევაში ხო გარემონტებული არის. ასეთი კომისია თუ იმსჯელა და ამ წლის ბოლოს თუ აპირებთ ბინების გადაცემა. როგორ არა, შემდეგი ზუსტად მომდევნო საკითხი ეხება აღნიშნულ ქალაქის ბენეფიციარებზე გადაცემის ნაწილს. ასევე უფროსი შვილი არ უნდა აღემატებოდეს 24 წელს, ნაშვილების შემთხვევაში არ უნდა აღემატოს 3 წელს. შემდეგი კრიტერიუმები, რაც მნიშვნელოვანია, ძირითადად აღნიშნეთ, უნდა იყოს რეგისტრირებული მერიის მონაცემთა ბაზაში 2018 წლის 1 იანვრამდე. რა თქმა უნდა, ქორწინებაში უნდა იყოს და რიგი საბუთები აუცილებლად ჩამოთვლილი, რაც მადლობა ბატონო დავით. მაყენებ კოლეგებო კენჭის ყრაზე, მომხრებ. მადლობა კოლეგებო, მიღებულია ერთხმად და მეოთხე საკითხი ბატონო დავით. მეოთხე საკითხი ეხება მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. აღნიშნული საკითხი გამომდინარეობს ზუსტად წინა საკითხიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით ყავს 4 ოჯახი, რომლებიც აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისათვის მერს მივანიჭოთ თანხმობა აღნიშნული ბინების გადაცემის ნაწილში. წარმოდგენილია ის სახელი გვარები თუ რა ვინ წარმოადგენს აღნიშნულ ბენეფიციარებს. და გთხოვთ უყაროთ კენჭი. ახალ წლამდე ესწრება
ვაძლევთ ახალ წლამდე, ვაძლევთ ბინას? კი. ნუ ჩამოთვლილია პიროვნებები. ეთქვა და კარგი, დიდებული საქმეა, რამოდენიმე ოჯახი უკვე წინა საახალწლოდ 4 ოჯახი გაიხარებს, რომ გადაეცემათ ბინა და წინასწარ მიულოცოთ მათ ჩვენ რამდენი მრავალი ახალი წელი და ტრადიცია გადასული იყოს მათ შვილებს 10 ნაკლები შვილი აღარ გაეჩინოთ რა. უყაროთ კენჭი კოლეგებო, განკარგულების პროექტს მომხრე, მადლობთ, მიღებულია ერთხმად. კოლეგებო, ბატონო ბესო, ერთი წუთი, ბატონ არჩილს ორიოდე სიტყვით ბიუჯეტთან დაკავშირებით რაღაცის ისევ თქვასურს, გთხოვთ ბატონო არჩილ. პირველ რიგში ბოლო ორი საკითხი, რასაც კენჭი ეყარა და რაც მივიღეთ არის ესე რომ ვთქვათ, ძალიან ამოტივირებელი, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ჰუმანური გადაწყვეტილება. მადლობას ყველას ამ წესში ცვლილებისა და შესაბამისი ადამიანებისათვის საცხოვრისის გამოძებნის ნაწილში რომ ხარდაჭერა ჰქონდა და ბუნებრივია ეს გაგრძელდება მომავალ წლებშიც იმ მოცულობით და მოცემულობით რაც გვაქვს და შევეცდებით რომ დავწიოთ ის ცენზი არსებული რესურსის შესაბამისად მიმდინარეობს სტატისტიკური მონაცემების მოკვლევა როგორც ბატონმა დიმიტრი ბრძანა. ბატონ რაულს ჰქონდა ესე იგი შეკითხვა სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და მადლობა ბატონ რაულს იმისათვის რომ ძალიან ხშირად სვამს ამ საკითხებს წინა სხდომაზე იყო ძალოსნობის დარბაზთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შეკითხვა მდგომარეობდა საცურაო აუზის გადაწყვეტასთან დაკავშირებით საკითხის ჩვენ ვიცით რომ სპორტული კომპლექსი სადაც ჩატარდა შადრაგის ოლიმპიადა მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო საერთაშორისო სტანდარტების საცურაო აუზი რაზედაც ამ ეტაპამდე მიმდინარეობს საერთაშორისო დავა ამ დავის დასრულების ნაწილში ჩვენ გვქონდა ესე რომ ვთქვათ შეთანხმება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტა იყო ესეთი რომ დავის აღმოფხვის შემდგომ დასრულების ნაწილში თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით საბოლოოდ და იმ პროექტიდან ამოღებული იქნებოდა ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ საცურაო აუზის მშენებლობისათვის შესაბამის პროცედურებს ბუნებრივია პროექტირებას და ასე შემდეგ თუმცა იმეც ვიტოვებთ რომ დადებით კონტექსტში გადაწყდება და იმ კომპლექსს შეემატება სპორტული ინფრასტრუქტურა საცურაო აუზის სახით რაც ასე ჭირდება ქალაქს ბიუჯეტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა, ძალიან ბევრი საკითხი დაისვა ბატონმა ზურამ გუშინ ძალიან ვრცლად ისაუბრა ტელეეთერის საშუალებით, ერთს ვიტყვი და დავამატებ ორივე ჩვენი ბოლო საკრებულო სხდომა და როგორც მიმდინარე წლის, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტი არსებული გამოწვევების საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ არის ოპტიმისტური, არის საკმაოდ მორგებული იმ საჭიროებებზე და მოთხოვნებზე და იმ დაკვეთაზე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვს. ის რომ 3%-იანი კლება არის სოფლიო ეკონომიკაში ეს ახალი ალბათ არც ერთი ჩვენთაგანისათვის არ არის ის რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო პანდემიამ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ახალი არავისთვის არ არის და ის არგუმენტები თითქოს ვიღაცას წინასწარ რეცეპტი ქონდა გამზადებული და თითქოს პანდემიის პირველი ეტაპის და გავრცელების საწყის ეტაპზე ვიღაცას ეკონომიკური ან ფინანსური გათვლები და მონახაზი ქონდა რომელიც გონივრული იყო ეს ბუნებრივია არ არის რეალობა და არ ასახავს რეალურად იმ მოცემულობას რასაც პანდემიასთან ბრძოლა ქვია და მისი ეკონომიკური გამოწვევების საპასუხო რეაგირება ქვია ჩვენი მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და ყველა სახელისუფლებო რგოლი ბუნებრივია ჩართული არის ამ მიმართულებით და თანხმდები და თანაზომიერი ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით როგორც გავრცელების შემაკავებელ პირველ ეტაპზე ასევე მეორე ტალღის გავრცელების დროს და ის ეკონომიკური ეფექტი ეკონომიკური საქმიანობის ამახალისებელი ღონისძიებები ის პრიორიტეტები რაც არის სამომავლოდ დასახული მათ შორის საქილიკოთ აღებული რაღაც ინფრასტრუქტურის ნაწილში ზრდა ესეც ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების და შემოსავლის ერთ-ერთი წყარო არის გარდა იმისა რაც მისი ძირითადი ფუნქცია არის გულისხმობ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებას და ქალაქის საჭიროებებზე არის მორგებული აქედან გამომდინარე მათ შორის სოციალური და ჯანდაცვის ბიუჯეტი საერთო ჯამში ალბათ 1.5 მილიონ ლარამდე იზრდება რაც ბუნებრივი არის ეს არის ამ ეტაპისათვის გადაწყვეტა და ჩვენი ხედვა რაც სამომავლოდ საჭიროებს პროგრამული სახით განხორციელებას, თუმცა სამომავლოდ იმეც ვიტოვებ, რომ
არ დამძიმდება ეკონომიკური სიტუაცია და მიდრეკილები ვარ ჩვენ იმისაკენ, როგორც ბრძანებს ბატონი პრემიერი ხშირად და ყოველ გამოსვლაში, რომ სწრაფად მოვახდინოთ ეკონომიკური აქტივობების აღდგენა, სწრაფად მოვახდინოთ ინტეგრირება იმ პროცესში და ჩვენ ვიყოთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, რომელიც პანდემიის დაძლევის და შემდგომი განახლების ეტაპზე ვიქნებით ინოვაციურები, გვექნება ახალი მიდგომები, სწრაფად გავიხსნებით, სწრაფად გვექნება ტურიზმის აღდგენის საშუალება, რაც ქვაკუთხედი არის, ესე რომ ვთქვა, ჩვენი ეკონომიკის და ბუნებრივია წინასწარ განსაზღვრა პანდემიის ეფექტის, ეკონომიკური ეფექტის მათ შორის, წინასწარ განსაზღვრა რიგი ღონისძიებების მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას და ვერც ერთმა დიდმა ქვეყანამ ვერ შეძლო, ბუნებრივია აქ გამონაკლისი ჩვენ ვერ ვიქნებით, მაგრამ მართვის თვალსაზრისით ჩვენი თანამოქალაქეები აფასებენ ამას და აფასებს ყველა ის ადამიანი და მადლობა კონსტრუქციულ ნაწილს ოპოზიციის, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ წვავე შეკითხვები აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ადეკვატური არის ის საკითხები და შეკითხვები, რასაც ისინი სვავენ, კონსტრუქციულ ნაწილში სხედან ჩვენთან ერთად და ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ჩვენი ქალაქის მომავალზე, განსხვავებით საცირკო წარმოდგენებების ავტორი ზოგიერთი ოპოზიციური ძალისა, რომელთაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ჩვენმა ხალხმა ქუჩაში მიუჯინა ადგილი. მადლობთ. ჯურფასო კოლეგებო, ერთი წუთი და всё ამთავრებთ. ჩემო კოლეგებო, ჩემო დეპუტატებო, ბატონო მერო, მერის თანამშრომლებო, ჩემი აპარატის თანამშრომლებო, პრესის, რადიოს წარმომადგენლებო, დამსწრე საზოგადოებო. თქვენი სახელით მთლიან ბათუმს, მთლიან საქართველოს ულოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარით, სულ წარმატებები. სლობა და ხოროთი.